თუ ხარ 40 წელს გადაცილებული, ეს ვიდეო შენთვისაა. მე გახლავარ ტიტო ლაცუზბაია, რეაბილიტაციის ცენტრ კინეზისის რეაბილიტოლოგ კინეზოთერაპევტი. ასაკის მატებასთან ერთად ხერხემლის მალთაშორის დისკი იწყებს გამოშრობას, კარგავს ელასტიურობას, ხერხემლის სიჯანსაღისთვის კი მე გასწავლის 3 ვარჯიშს, რომელიც შეგიძლია შეასრულო ყოველდღიურად. პირველი ვარჯიში ვაკეთებთ მუხლის მოხრას, გაშლას. მოხრასთან ერთად ამოსუნთქვა. თითოეულ ფეხზე ვიმეორებთ 10-15 ჯერ. მეორე ვარჯიში, ხელები ავწიოთ ზევით, გავჭიმოთ მაქსიმალურად, ასევე ფეხებიც გავჭიმოთ ქვევით. ისე რომ ხერხემლის არეში ვიგრძნოთ გაჭიმვა. ვაფიქსირებთ 2-3 წამის განმავლობაში, მერე ვდუნდებით. ისევ გავჭიმოთ. დუნდებით. გავჭიმოთ. დუნდებით. ვიმეორებთ 10-15 ჯერ. მესამე ვარჯიში. ხერხემალი ჩავზნიქოთ თავი ზევით. შემდეგ ხერხემალი ამოვზნიქოთ, თავი ჩავაქვს ქვევით. აქ ვაკეთებთ ამოსუნთხვას. ვიმეორებთ 10-15 ჯერ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე.